მთელი ქრისტიანული სამყარო გალობს, რომ 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო და შობას აღნიშნავ 7 იანვარს. ეს საკალენდარო დავა, რაც დაიწყო და გრძელდება და მიმდინარეა. ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს სრულიად გაუგებარია. სამყაროში არსებობს ორი კალენდარი. ორი გავრცელებული კალენდარი ბევრი არსებობს, მაგრამ ორი კალენდარი მთელ მსოფლიოში გავრცელებული. ეს იყო იულიუსის კალენდარი, ძველი სტილი, რასაც ჩვენ ვეძახით და პაპ გრიგორი მე-12-ის დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ კალენდარში იყო ცდომილება და დღესასწაულები, რომლებიც დადგენილი იყო იმის გამო, რომ თარიღები ზუსტად არ იყო გამოთვლილი, თანდათან შორდებოდნენ იმ დღეს, როცა ის სინამდვილეში იყო. და იმ დროისთვის უკვე 14 დღიანი ცდომილება ქონდა კალენდარს. 14 დღიანი ცდომილება. და გადაწყვიტეს მაშინ ჩაესწორებიათ ეს კალენდარი და ჩასწორდა ეს კალენდარი და ამას დაერქვა გრიგორიანული კალენდარი პაპ გრიგორი მე-12-ის საპატივცემად. იყვნენ ეკლესიები, დასავლეთის ეკლესიამ ეს მიიღეს და აღიარეს. აღმოსავლეთის ზოგიერთმა ეკლესიამ უარი თქვა მის მიღებაზე და მათ შორის იყო მაშინ ჯერ რუსეთის იმპერია იყო, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მაშინ შედიოდა როგორც ნაწილი რუსეთის იმპერიისა, საქართველოს ეკლესიამაც უარი თქვა მაშინ ამ კალენდრის მიღებაზე. მე პატარა ისტორიულ რაკურსს ვაკეთებ თქვენთვის. შემდეგ 1918-21 წლებში, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა გამოცხადდა და იყო მცდელობა, რომ საქართველოს რესპუბლიკა დაბრუნებულიყო გრიგორიანულ კალენდარზე, ანუ მიიღო გრიგორიანული კალენდარი, მაგრამ მაშინ არსებობს ეს დოკუმენტი, არსებობს ეს ჩანაწერი, იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ იყო განათლებული რელიგიურად და არც ეროვნულად, ასე ვთქვათ, და ამას გამუგებრობა რო არ გამოეწვიათ, გამოაცხადეს გარდამავალი პერიოდი, სანამდე მოხდებოდა ყველასთვის გათვითცნობიერება ადამიანების მრევლის, რომ შემოდის ახალი კალენდარი ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ყველაფერი დარჩა ისე, როგორც იყო და დღემდე მოვდივართ ასე. არაფერი არ არის აქ მეგობრებო გაუგებარი. კალენდარულად როდის დაიბადა ქრისტე, ამის დამტკიცება არავის არ შეუძლია. არ არსებობს ამის არანაირი ჩანაწერი არ წმინდა წერილში, არსად. ბიბლიაში წმინდა წერილში ამის ჩანაწერი არ არსებობს. აბა საიდან გაჩნდა ქრისტიანობაში 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო? ეს არის საეკლესიო გადმოცემა, ეს არის ისტორია. რამდენად სწორი, რამდენად ზუსტი დღეს ამის მტკიცება არავის არ შეუძლია. იმიტომ რომ არიან ადამიანები, არიან სკეპტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ 25 დეკემბერს რომის იმპერიაში იყო მზის ღმერთის დაბადების დღე. მითრას დაბადების დღე, რომელსაც აღნიშნავდნენ, ეს იმართებოდა ბუნიობის შემდეგ, ზამთრის ბუნიობის შემდეგ. და ეს ზუსტად იყო 25 დეკემბერს. და 25 დეკემბერს აღინიშნებოდა ეს დღე. და ამბობენ, რომ ქრისტიანობამ თითქოს დაამთხვია ეს დღე ამას. მე არ ვიცი, არ გამოვიდებ თავს ამის მტკიცებაზე, მე ერთი რაღაც ვიცი. ჩემი მხსნელი იშვა. დიდება უფალს. და სულ არ აქვს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა კალენდარს, რომელ დღეს აღინიშნება ის. მე მას აღნიშნავ 25 დეკემბერსაც, მე მას აღნიშნავ 7 იანვარსაც, მე მას აღნიშნავ 10 აპრილსაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემთვის ამას არ აქვს არავითარი არსებითი მნიშვნელობა. მაგრამ იმდენად რამდენადაც ჩვენ ნაწილი ვართ ქრისტიანული ტრადიციის, ნაწილი ვართ ქრისტეს სხეულის, ეკლესიის, ჩვენც აღნიშნავთ შობას 25 დეკემბერს. დიდება უფალს, იმიტომ რომ მთელი სამყარო დღეს, როგორ გითხრათ, მთელი ქრისტიანული სამყარო, უდიდესი ნაწილი სამყაროსი დღეს აღნიშნავს შობის ღამეს. იმიტომ რომ ჩვენი უფალი, ჩვენი მაცხოვარი იშვა და დაიბადა. და ის იშვა ჩვენთვის, ის იშვა ჩვენ ცხოვრებაში. მე ძალიან გამიხარდა დღეს არც ვიცოდი ჩვენი ქებადიდების გუნდი, ჩვენი თაყვანისცემის გუნდი, რა საგალობლებს იგალობდნენ და რას გამოიტანდნენ. მაგრამ ძალიან გამიხარდა, რომ ხაზგასმა იყო საგალობებში მის მეფობაზე. დიდება უფალს. დღეს ჩვენ გავავრცელეთ მისალოცი ტექსტები ეკლესიიდან, სადაც ასეთი რაღაც არის დაწერილი, ის დაიბადა, რათა იმეფოს უკუნისამდე. დიდება უფალს. დღეს იცით უამრავ დეკორაციას ნახავთ, უამრავ მისალოცს ნახავთ, სადაც გამოსახულია მწყემსები, ჩვილი, ბაგაში და ასე შემდეგ.
მე მჯერა რომ ის არ არის ჩვილი. ის არ არის ჩვილი. ის არ არის უმწეო. ის არ არის ვისაც არაფერი არ შეუძლია. ის არ არის ის ვისაც იქით ჭირდება დახმარება. მე მჯერა რომ ის არის უფალთ უფალი და მეფეთა მეფე. ჰალელუია. დიდება ჩვენს უფალს. მე მჯერა რომ ის არის სამყაროს შემოქმედი, რომელსაც ემორჩილება galaktikები და ყველაფერი მთელ სამყაროში. მე მადლობას ვუხდი ღმერთს თითეული თქვენთაგანისთვის, თითეული ჩვენთაგანისთვის იმ შესაძლებლობისთვის, რომ შეგვიძლია დღეს ვიყოთ ერთად, თაყვანივცეთ ჩვენს უფალს, ვილოცოთ მის წინაშე ჩვენი სული, ჩვენი გული გადმოვღვაროთ მის წინაშე, მოვისმინოთ მისგან და შევიმეცნოთ ჩვენ ცხოვრებაში. არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ცოტათი უცნაური იყოს მსახურების ის ფორმა და ის სტილი, რაც დღეს აქ ხდება, რაც დღეს ამ ეკლესიაში ხდება. იმიტომ რომ სხვადასხვანაირია მსახურება წმინდა მოციქული პავლე ამბობს, მაგრამ უფალი ერთია. სხვადასხვანაირია მოქმედებანი, მაგრამ უფალი სული ერთია. ჩვენ გვჯერა ერთი ღმერთი, სამპიროვანი, ერთარსება, სამპიროვანი, მამა, ძე და სული წმინდა. ჩვენ გვჯერა რომ სამების ერთ-ერთი წევრი, კონკრეტულად კი ძე ღმერთისა, განკაცდა. წმინდა წერილი ამბობს და მინდა ეს წაგიკითხოთ და მინდა ეს გითხრათ. ეს არის წმინდა მოციქულ პავლეს მიწერილი წერილი ტიმოთეს მიმართ. პირველი წერილი ტიმოთეს მიმართ. მესამე თავი. მე-16 მუხლი. შეგიძლიათ ნახოთ თქვენს ბიბლიებშიდაც. ხوار-ვიტყუები. აქ ასეთი რამ წერია. უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო. ღმერთი გამოჩნდა ხორცში. გამართლებული იქნა სულში. დანახული იქნა ანგელოზების მიერ, ნაქადაგები იყო წარმართებში, ამაღლებული იქნა რწმენით ქვეყანაზე და ამაღლდა დიდებაში. წმინდა წერილი ამბობს, ბიბლია ამბობს, რომ უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო, ღმერთი გამოჩნდა ხორცში. და დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ამ დღეს. დღეს მე ამაზე მინდა გესაუბროთ. დღეს მინდა ეს გაგიზიაროთ. დღეს მინდა ჩვენ ამის ირგვლივ ვისაუბროთ, სანამდე ვილოცებდეთ და სანამდე მე ჩვენი პატარების და ჩვენი ახალგაზრდების პროგრამასაც უყურებდეთ და დავესწრებოდეთ. მე გავაგრძელებ იმ აზრს, რაც მინდა რომ გითხრათ. შეიძლება უამრავი ადამიანისთვის ცოტათი უცნაური იყოს განდიდების ის ფორმა, ის მოქმედება, მაგრამ წმინდა წერილი ამბობს, წმინდა მოციქული იაკობი ამბობს, რომ ყველა სრულყოფილი, ნიჭილი და კეთილი საბოძვარი ზეციდან ჩამოდის შუქთა მამისაგან. იცი უამრავი ადამიანი ამბობს, რომ თითქოს რაღაცა ან მუსიკალური ჟანრი ან რაიმე ეშმაკის მოგონილია. ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი, რაც სამყაროში უთქვამს. ეშმაკი არაფრის შემოქმედი არ არის. მას არაფრის შექმნა არ შეუძლია. ის მხოლოდ გამფუჭებელია. გასაგებია? ის მხოლოდ გამყალბებელია. ის ღმერთის ქმნილებას აყალბებს და აფუჭებს. გასაგებია? ღმერთმა შექმნა კაცი თავის ხატად და თავის მსგავსად. და ღმერთმა ადამიანში, ისე როგორც თვითონ არის შემოქმედი, ადამიანში ჩადო შემოქმედების უნარი, დიდება უფალს. ღმერთმა შექმნა ადამიანი, ადამიანმა შექმნა მუსიკა. ღმერთმა მისცა ნიჭი ადამიანს, იმისთვის რომ შეექმნა საოცარი შედევრები, დიდება უფალს. ღმერთმა შექმნა ადამიანი, ადამიანებმა მოიფიქრეს მხატვრობა და შექმნეს გასაოცარი შედევრები. ღმერთმა შექმნა ადამიანი და ადამიანმა მოიგონა კულინარია და ქმნიან საოცარ საჭმელს, რომელიც ჩვენ ძალიან გვსიამოვნებს. იცი, ღმერთმა შექმნა ადამიანი და მიცა ნიჭი შეექმნა მრავალი სხვადასხვა ინსტრუმენტი, იმიტომ რომ ისე ღმერთის სახელი ყოფილიყო განდიდებული. იცი, ძალიან ხშირად ჩემთვის უკითხავთ, რატო უკრავთ სხვადასხვა ინსტრუმენტზე? იმიტომ რომ 151 ფსალმუნი ამბობს და ეს ფსალმუნი ბევრმა თქვენთაგანმა ზეპირად იცით. ადიდეთ ღმერთი, მოდი წავიკითხავ, რომ კონტექსტიდან იყოს პირდაპირ. ნახეთ თქვენს ბიბლიებში ასე წერია თუ არა. 151 ფსალმუნი, შეგიძლიათ გადაშალოთ ჩემთან ერთად და გავიმეოროთ და წავიკითხოთ. ადიდეთ ღმერთი წმიდათა წმიდაში, ადიდეთ იგი მისი ძალის სამყაროში,
ადიდეთ იგი მისი ძლიერებით, ადიდეთ იგი მისი სიდიადის სიმრავლის მიხედვით, ადიდეთ იგი ბუკის დაკვრით, ადიდეთ იგი არფით და ქნარით, ადიდეთ იგი დაირითა და ცეკვით, ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით, ყოველმა არსმა და სწორი თარგმანი ამბობს, ყოველმა მსუნთქავმაო, ვინ სუნთქავს, ადიდოს უფალი. ჩვენ ხუმრობთ ხოლმე, თუ სუნთქავ, ადიდე უფალი. თუ არა, არის სუნთქო. თუ სუნთქავ, ადიდე უფალი. დიდება უფალს. იმისთვის რომ სუნთქავთ, იმისთვის რომ ვართ, იმისთვის რომ აქამდე მოგვიყვანა ღმერთმა. დღეს ვიხსენებდი ამას. ევენ ეზერ, გახსოვთ? ქვარო დადეს და თქვეს, ევენ ეზერ, აქამდე მოგვიყვანა ღმერთმა. ისი რამდენჯერ გვემუქრებოდა ბოროტი, რომ ჩვენს განადგურებას გუშინ ვიხსენებდი, რომ უფალი არა, ჩემი შეიძლება ხსენებაც აღარ ყოფილიყო ამ წუთის სოფელში. რომ ის არ ყოფილიყო ჩვენ ცხოვრებაში, სად ვიქნებოდით ახლა? რა იქნებოდა ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ აქამდე მოგვიყვანა უფალმა, ის ღირსია მთელი ქებადიდების. ერთხელ ერთ-ერთმა ეკლესიის მსახურმა მითხრა, დაანებეთ თავი ამ რაღაცეებს, დაუტოვეთო ბოროტს, კლუბები და რაღაცეები და მოდითო და აქვე მსახუროთ ღმერთს. მე ასეთი პასუხი გავეცი მაშინ. ეშმაკს, კლუბს და დარბაზს კი არა, ბოდიში და საპირფარეშოსაც არ დაუტოვებთ. იმიტომ რომ ყველაფერი და თქვი ჩემთან ერთად ყველაფერი უფლისაა. დიდება ღმერთს, უფლისაა სამყარო და სავსება მისი. ამენ. ასე რომ რომელთა მიმართ მიწერილ წერილში წმინდა მოციქული პავლე ამბობს, რომ ყოველივე მისაგან, მის მიერ და შემდეგ მის მიმართ უნდა იყოს. ჩვენ ვიცით, რომ ყოველივე მისგან არის. მისგან არის ნიჭი, მისგან არის უნარი, მისგან არის შესაძლებლობა, მისგან არის ყველაფერი და ჩვენ გვინდა ყველაფერი მივმართოთ მისკენ. ჩვენ გვინდა აღვაპყროთ ხელები, თაყვანივცე ჩვენს უფალს და ვემსახუროთ მას. მაშასე მეგობრებო, დღეს არის შობის ღამე. ჩვენ 12 საათს ერთად ვილოცებთ. შევეგებებით შობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის კაცობრიობის ისტორიაში. მე წახან წავიკითხე მუხლი. წმინდა წერილი ამბობს, რომ უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო, ღმერთი გამოჩნდა ხორცში. მაგრამ კითხვა, რომელიც ახლა უნდა დავსვათ, ძალიან მნიშვნელოვანია. რატო გამოჩნდა ღმერთი ხორცში? რატო გახდა საჭირო მისი გამოჩენა ხორცში? რატო იყო ეს ძალიან მნიშვნელოვანი? ან და რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, ან რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის? არის უამრავი ადამიანი, ვისაც ჯერა რომ შობის ღამეს თუ აანთებ სანთელს და ფანჯარაში დადგავ, ღვთისმშობელი ქრისტესთან ერთად შემოვა შენ სახლში. მეგობრებო, სანთლის შუქი რო იზიდავდეს ღმერთს, სანთლებით გადავფარავდით ყველაფერს. მაგრამ ქრისტემ ერთი სიტყვა თქვა, ეს არის გამოცხადების მესამე თავის მე-20 მუხლი, მან თქვა, მე ვდგავარ და ვაკაკუნებ. ვინც გამიღებს ოკარებს, მე იქ შევალ. ვინც გამიღებს კარებს. წმინდა წერილი ამბობს, რომ ღმერთი გამოჩნდა ხორცში. კიდე ერთი მუხლი მინდა წაგიკითხოთ, თუ გადაშლით, ეს არის ფილიპელთა მიმართ მიწერილი წერილი წმინდა მოციქული პავლესი. მეორე თავის მე-6 მუხლიდან ქვევით. ჩემთან ერთად ისა შეგიძლია წაიკითხოთ და გავიაროთ. მეორე თავი მე-6 მუხლიდან. დაუკვირდით. ის თუმცა ღმერთის ხატება იყო, აქ არის ჩვენს მაცხოვარზე, ჩვენს უფალზე, იესო ქრისტეზე ლაპარაკი. ის თუმცა ღმერთის ხატება იყო, მტაცებლობა არ თვლიდა ღმერთის თანასწორად ყოფნას, არამედ დაიძაბუნა თავი. მიიღო მონის ხატება. გახდა კაცთა მსგავსი. შესახედაობით კაც დაემსგავსა. დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე და ჯვარცმით სიკვდილამდე.
ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მისცა მას ყველა სახელზე უმაღლესი სახელი. იცი არის უამრავი ადამიანი, რომლებიც ვერ ერკვევიან ხშირად ღვთისმოსაობაში. ვერ ერკვევიან ტერმინებში. არიან ადამიანები და თქვენ ალბათ ყველანი იცნობთ და ყველანი შეხვედრი ხართ ასეთ ადამიანებს, შეიძლება ქუჩაში არიან ადამიანები, რომლებიც თავის თავს იეჰოვას მოწმეებს ეძახიან. მე მქონია მათთან ძალიან ბევრი დისკუსია და ძალიან ბევრი საუბარი. და ისინი ერთხელ მე მეკითხებოდნენ, აი ამ მუხლებზე გამომდინარე, როგორ არის ქრისტე ღმერთი, როცა წერია, რომ ღმერთმა მისცა მასო უმაღლესი სახელი. მაგრამ დასაწყისიდან თუ წაიკითხავთ, რაც მეც ახან წავიკითხე, აქ წერია, რომ თუმცა ის ღვთის ხატება იყო, მისთვის მტაცებლობა არ იყო ღვთის თანასწორობა, იმიტომ რომ ის არის ღვთის თანასწორი. ის თვითონ არის ღმერთი. მაგრამ აქ წერია, რომ მან დაიძაბუნა თავი, მიიღო მონისხატება, შესახედაობით კაცს დაემსგავსა, დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა სიკვდილამდე და ჯვარცმით სიკვდილამდე. ჯვარცმით სიკვდილი ეს იყო ყველაზე სასტიკი სიკვდილი სასჯელებს შორის. ჯვარცმა მისჯილი ადამიანები ხშირად კვირეების განმავლობაში სანამდე მოკვდებოდნენ, იტანჯებოდნენ. ეს იყო ჯოჯოხეთური სასჯელი და წმინდა წერილი ამბობს, რომ მან დაიმდაბლა თავი და მიიღო მონისხატება და გახდა შესახედაობით კაცს დაემსგავსა. ის ასეთი არ იყო. იცი დღეს ხშირად ქრისტეს გამოსახავენ ასეთად. ის ასეთი არ ყოფილა. დღეს ხშირად ქრისტეს გამოსახავენ როგორც შვილს, ბაგაში მწოლარეს, მაგრამ ის ასეთი არ არის. ის ასეთი გახდა რაღაცის გამო. იცი ის რომ მოსულიყო როგორც მეფე დედამიწაზე. ვერავინ ვერ შეძლებდა მასთან შეხვედრას. ვერავინ ვერ შეძლებდა მის გაგებას, ვერავინ ვერ შეძლებდა მის მოსმენას. ის რომ მოსულიყო თავისი დიდებით, მე წაგიკითხავთ ერთ ადგილს. მე წაგიკითხავთ ერთ ადგილს, როცა მისმა საყვარელმა მოწაფემ იოანემ, თუ იცით იოანე ღვთისმეტყველი, ეკლესიაში, ისტორიაში სასია ცნობილი. მას ეძახიან იოანე ღვთისმეტყველს. ეს იყო ქრისტეს საყვარელი მოწაფე. ეს იყო მოციქულებს შორის ყველაზე პატარა. სადღაც 16 წლის იყო ალბათ, როცა იესოსთან ერთად დადიოდა და ხშირად იესოს გულზე ადებდა ხოლმე თავს და ისე იძინებდა. ერთადერთი მოწაფეა, რომელიც თავისი სიკვდილით გარდაიცვალა. დანარჩენი ყველა აწამეს. მხოლოდ იოანე მოკვდა თავის ბუნებრივი სიკვდილით. დიდება ჩვენს უფალს. და არის ერთი მომენტი, თავისი ღრმა მოხუცებულობის დროს, როცა იოანე უკვე ღრმად მოხუცებულია, ის ხედავს გამოცხადებას, ის ხედავს ხილვას და აღწერს ამას წმინდა წერილში, გამოცხადების წიგნში, აპოკალიფსს რო ეძახია. მე მინდა წაგიკითხოთ ეს ადგილი. წინასწარ გეუბნებით, რომ იოანე ამ დროს არის ღრმად მოხუცებული, სადღაც 90 წელს გადაცილებული. და ახალგაზრდობაში ის ახლოს იცნობდა ქრისტეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ხშირად მის მკერდზე დებდა ხოლმე გულს და ისე ეძინა. ისა თავს და ისე ეძინა. მაგრამ როცა მანიხილა ქრისტე, ისეთი როგორიც ის არის სინამდვილეში, ის აღწერს რა დაემართა მას. მოდი წაგიკითხავთ. გადავშალოთ გამოცხადების წიგნი. მე ვარ იოანე, თქვენი ძმა, ეს მე-9 მუხლიდან არის. მე ვარ იოანე, თქვენი ძმა, თანამონაწილე ჭირში, მეფობასა და იესო ქრისტეს მოთმინებაში. ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ეწოდება პატმოსი, ღმერთის სიტყვისათვის და იესო ქრისტეს მოწმობისათვის. ის გადასახლებული იყო პატმოსზე. მე ვიყავი სულში უფლის დღეს და ჩემს უკან მოვისმინე დიდი ხმა, ბუქის მსგავსი, რომელიც ამბობდა, რასაც ხედავ დაწერე წიგნი და დაუგზავნე 7 ეკლესიას: ეფესოს, სმირნას, პერგამოს, თიატირას, სარდეს, ფილადელფიას და ლავდიკიას. მივბრუნდი, რომ დამენახა ხმა, რომელიც მე მელაპარაკებოდა და მიბრუნებისას ვიხილე 7 ოქროს ლამპარი და 7 ლამპრის შუაში ვიხილე მსგავსი ძისა კაცისა, რომელსაც ესმოსა მოსასხამი და გულმკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა, თავი მისი და თმები თეთრი როგორც მატყლი, როგორც თოვლი, თვალები მისი როგორც ცეცხლისალი, მისი ფეხები როგორც მბზინავის სპილენძი, როგორც ქურაში გავარვარებული და მისი ხმა როგორც ბევრი წყლის ხმაური.
მას თავის მარჯვენა ხელში ეჭირა 7 ვარსკვლავი, მისი პირიდან გამოდიოდა ორლესული მახვილი და მისი სახე როგორც მზე, ძლიერი ბრწყინავი. მე-17 მუხლი. როცა ვიხილე იგი, მკვდარივით დავეცი მის ფეხებთან. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი და ცოცხალი და მკვდარი ვიყავი და იცოცხალი ვარ. უკუნითი უკუნისამდე მაქვს სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გასაღები. დიდება უფალს. დაუკვირდით იოანე, მისი საყვარელი მოწაფე, რომელიც იცნობდა მას მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება. რომელსაც მასთან ერთად ჭამდა, მასთან ერთად სვავდა, მასთან ერთად უვლია, მასთან ერთად დაუძინია. რომელიც ეხებოდა მას, რომელმაც იცოდა მისი ხასიათი, მისი ყველაზე ისეთი დეტალებიც კი იცოდა. მაგრამ როცა ის იხილა თავის დიდებაში, ის ამბობს, რომ მკვდარივით დავეცი მის ფეხებთან. მან თავისი ხელი დამადო და მითხრა: ნუ გეშინია. მეგობრებო, სწორედ ეს არის. ის რომ მოსულიყო როგორც მეფე ამ დედამიწაზე, ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა მის ხილვასაც კი. ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა მის წინაშე დგომას. ერთხელ ერთ კაცს ველაპარაკებოდი სწორედ ამაზე და ერთი აზრი მომივიდა თავში. და მე ვუთხარი, მოდი პატარა იგავი მოვიგონოთ, პატარა ზღაპარივით მოვყვეთ რაღაცას. წარმოიდგინე რომ მიდიხარ ქუჩაში და ჭიანჭველების ბუდეს დაადგი ფეხი. დაუნგრიე სახლი. დაგენანა ეხლა ძალიან რომ ჭიანჭველებს დაუნგრიე სახლი და გინდა როგორმე ბოდიში მოუხადო და დადექი მუხლებზე და ელაპარაკები. მაპატიეთ ჭიანჭველებო, არ მინდოდა თქვენი სახლის დანგრევა. ბოდიშს ვიხთი. ხო დიდი სისულელეა. ჭიანჭველები შენ ვერ გაგიგებენ. სად ჭიანჭველა და სად მე. მაგრამ აბა წარმოიდგინეთ რომ შესაძლებელი გახდეს. შემძლებელი რომ ვიყოთ რომ ჩვენი სხეული გარდავქმნათ ჭიანჭველის სხეულად. და არსებით და ბუნებით რო კვლავ ადამიანებად დავრჩეთ. მაშინ მე როგორც ჭიანჭველის სხეულში, როგორც ჭიანჭველა, შევძლებ ჭიანჭველებთან მისვლას და ისინი გამიგებენ ყველაფერს, იმიტომ რომ ჭიანჭველა ვიქნები. გასაგებია? და როგორც ჭიანჭველა, რა თქმა უნდა, სამართლიანი იქნება ჩემგან, მე თუ ვიტყვი რომ კაცი ჩემზე დიდია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე დამცირებული ჭიანჭველის სხეულში ვარ. და კაცი რა თქმა უნდა ჩემზე დიდია, მაგრამ როგორც ბუნებით მეც კაცი ვარ, იქნება თუ არა სამართლიანი ვთქვა, რომ მე იგივე კაცი ვარ, მე იგივე ადამიანი ვარ. სწორედ ეს მოხდა ჩემო ძვირფასებო იესო ქრისტეში. როცა წმინდა წერილი ამბობს, ღმერთი გამოჩნდა ხორცში. რატო? იმიტომ რომ მოსულიყო ამ დედამიწაზე მაცხოვრებელ ადამიანებთან. თვითონ გახდა კაცი. დაემსგავსა კაცს, რათა ჩვენ მივეყვანეთ ახლოს ღმერთთან. დიდება უფალს. მეგობრებო, ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი გველაპარაკია. ქრისტიანობის არსი, ქრისტიანობა ეს არ არის რაღაცის კეთება და რაღაცის არ კეთება. ეს ძალიან ხშირად გვითქვამს. ძალიან ბევრი ადამიანებს მე მარხვას ვიცავ. ეხლა ისა სხვათა შორის დადგენილად დიდ მარხვის პერიოდია. და მე მარხვას ვიცავ. მე რო ვაკვირდები ხშირად ადამიანების, იცი მე არავის ვაკრიტიკებ და არც არავის დავცინი ვარ ღმერთმა დამეფაროს. მაგრამ ადამიანების მიდგომას რო ვაკვირდები ხშირად მგონია რომ ღმერთი დიეტოლოგია, ღმერთს აინტერესებს რა შევჭამე და რა არა. წმინდა წერილი ამბობს საჭმელი მუცლისათვის, მუცელი საჭმლისათვის. ღმერთი მოსპობს ერთსაც და მეორესაც. რა მნიშვნელობა აქვს რა შეჭამე? საჭმელი არ აკურთხებს ადამიანს. უფალმა თქვა რომ ადამიანს პირში შემავალი არ ბილწავს, პირიდან გამომავალი ბილწავს. თუ პირში შემავალი არ ბილწავს ადამიანს, შესაბამისად არც პირში შემავალს შეუძლია რაიმეთი აკურთხოს. რა მნიშვნელობა აქვს ლობიოს ჭამ თუ ხორცს? ღმერთისთვის ამას რა მნიშვნელობა უნდა კონდეს? მოდი დავფიქრდეთ და ვთქვათ. ღმერთმა შექმნა ყველაფერი შენთვის და ჩვენთვის. მაგრამ ჭეშმარიტება საჭმლის ჭამაში კი არა. ჭეშმარიტება დამოკიდებულებაშია ხშირად. ედემის ბაღში, როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი მას ეუბნება. კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხისნაყოფი არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, ეს არის დაბადების მეორე თავის მე-17 მუხლი.
რადგან რა დღესაც შეჭამ სიკვდილით მოკვდები. ჩვენ ამას ხშირად ვასწავლით ბიბლიის სკოლაში და ბევრმა თქვენთაგან მე ძალიან კარგად იცით, მაგრამ მე მინდა ეს გითხრათ და დაგანახოთ. დაუკვირდით. ზოგი ამას აკრძალულ ხილს ეძახის. თითქოს ღმერთმა რაღაცა აკრძალა, ამაზე ძალიან ბევრს ხუმრობენ, რომ ეს ვაშლი იყო ამბობენ. არავინ არ იცის ეს რა ხილი იყო. დარც ხილზე არის აქ ლაპარაკი. აქ ცხოვრების სტილზეა ლაპარაკი. აქ პრინციპზეა ლაპარაკი. ღმერთმა შექმნა ადამი თავისუფლად. როცა ღმერთი ქმნიდა ადამიანს, ღმერთი ამბობს ადამიანზე, შენზე და ჩემზე, ჩვენს წინაპარზე, ჩვენ ხო ადამიანები ვართ. შესაბამისად ჩვენ თუ ადამიანები ვართ, ადამი იყო ჩვენი წინაპარი. და ჩვენ მისი ასლი ვართ, მისი რეპროდუქცია ვართ, მისი ბუნების მატარებლები ვართ ამ დედამიწაზე. და როცა ღმერთი ქმნიდა ადამიანს, ღმერთმა თქვა, შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად, ბატონო ზღვაში თევზს, საში ფრინველს, მიწაზე ცხოველს და ყველაფერს. და ასეთად შექმნა ადამი. და დაბადების მეორე თავის მე-17 მუხლში ღმერთი აფრთხილებს. ოღონდო ღმერთმა უთხრა. კეთილისა და ბოროტის გარჩევის ხის ნაყოფი არ ჭამო. ღმერთმა შექმნა ადამი, რათა დაუფლებოდა ყველაფერს. ღმერთმა შექმნა ადამიანი თავისუფლად. იცით რა არის სიტყვა თავისუფალი? ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს, რომ მე თავისუფლება მინდა. მე მინდა ვიყო თავისუფალი. თავისუფალს ორი გაგება აქვს. ერთს გონია თავისუფლება, ყველაფრის უფლება. არიან ასეთი ადამიანები, ვისაც გონიათ, რომ თავისუფლება ეს ნიშნავს, რასაც მინდა, როცა მინდა, როგორც მინდა, ისე გავაკეთებ. ეს არ არის თავისუფლება. თავისუფალი ნიშნავს ჩემი თავისუფალი. მე ჩემ თავს ვფლობ. გასაგებია? მე ვფლობ, მე ვმართავ. გასაგებია? ეხლა დაუკვირდით, რატო გითხარით ეს? ღმერთი ქმნის ადამიანს თავისუფალს და მე რეუნება, რაღაც არ გააკეთო. ხოლო კეთილისა და ბოროტის ხისგან არ ჭამო. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას, ძალიან ბევრი აკრძალულ ხელს ეძახის. რატო აუკრძალა ღმერთმა? ანდა მინდა შეგეკითხოთ, აუკრძალა კი ღმერთმა? თუ ღმერთმა აუკრძალა, ვინ შეეხებოდა მას? ვინ წავიდოდა ღმერთზე წინ? ვინ გაბედავდა მისი სიტყვა არ შეესრულებია? მე მჯერა, რომ ღმერთს არაფერი აუკრძალია. უბრალოდ ჩვენ ხშირად ვერ ვიგებთ. ან ისე ვიგებთ, როგორც ჩვენ გვინდა. იცი რა უთხრა ღმერთმა ამით? ყველა ნივთს ჩვენ ცხოვრებაში აქვს თავისი ფუნქცია. მეთანხმებით? ეს ეკლესიაში ძალიან ხშირად გვითქვავს. აი ამ smartphones თავისი ფუნქცია აქვს. როცა მას დანიშნულებისამებრ იყენებ, ის ძალიან გვადგება. ამ smartphones აქვს ძალიან ბევრი ფუნქცია. მითი ვიგებ ახალ ამბებს, მითი ვიგებ ამინდს, მითი ვრეკავ, ვიგებ ინფორმაციებს, ვიღებ წერილებს, ვაგზავნი წერილებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მე რომ მოვინდომო მისი გამოყენება ჩაქუჩად, გამოვიყენებ? არა, კი გამოვიყენებ, მაგრამ ლურსმანს ვერ დავაჭედებ და ამასაც გავაფუჭებ. მეთანხმებით? ანუ თუ ამის გამოყენება მინდა ჩაქუჩად, ეს არ არის ამის ფუნქცია. და უნდა მიხვდე, თუ გინდა რომ ზარალი არ მიიღო და არ დაზარალდე, არ გამოიყენო ეს ჩაქუჩად. გასაგებია? ასევე აი ეს კარგი ხე ლამაზი ის მუშაობს ელექტროენერგიაზე. მოიხმარს ელექტროენერგიას. მაგრამ ის რო ჩართო 380 ვოლტში აფეთქდება. რატომ მე ასე მინდა? არ მაქვს უფლება. უფლება გაქვს. მაგრამ მასაც გააფუჭებ და ვერც ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებ. როცა ღმერთი ეუბნეოდა ადამიანს, რომ კეთილისა და ბოროტის გარჩევის ხისგან არ ჭამო, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ უკრძალავდა. მეგობრებო, კეთილი და ბოროტი რო გაარჩიო, ეს ძალიან ხშირად გვითქვამს ჩვენთან ეკლესიაში. მაგრამ იმდენად რამდენადაც აქ უცხო ადამიანებიც არიან, მე მინდა ეს გითხრათ. იმისთვის, რომ კეთილი და ბოროტი გაარჩიო, ანუ იცოდე რა არის კარგი და რა არის ცუდი, ერთი რამე უნდა იცოდე. მომავალი. შენ იცი მომავალი. ვინ ხართ ისეთი, ვინც აქ მომავალი იცის წინასწარ? ვის შეგიძლიათ ეს? ასეთი ადამიანი არსებობს საერთოდ? ასეთი ადამიანები არ არსებობენ. ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ნოსტრადამუსზე და ვიღაცეებზე. ნოსტრადამუსის როგორც მე წამიკითხავს 2500 წინასწარმეტყველებიდან მხოლოდ 100 რაღაც ასრულდა. ეს არ არის მომავლის ცოდნა. იცი, ჩვენ არ ვიცით მომავალი.
პირდაპირ გეტყვით, ეს არ არის ჩვენი ფუნქცია. ჩვენ ცხოვრობ დროში. ჩვენ ვცნობთ სამ დროს: წარსული, აწმყო, მომავალი. აი ეს წეხან მომავალი იყო, ეხლა უკვე წარსულია. ხვდებით? იცი საათი, როცა საათს უყურებთ და საათის ის არის ტრიალებს, არც ერთი წამი არ დაბრუნდება უკან. ყოველი წამი ჩვენ ის მიდის ჩვენ წარსულში. გასაგებია? ჩვენ როგორღაც ასე თუ ისე გვახსოვს ჩვენი წარსული. მეტნაკლებად ვერ ყვევით აწმყოში, იმიტომ რომ აქ ცხოვრობთ, მაგრამ საერთოდ არ ვიცით ჩვენი მომავალი. რამდენ ადამიანს განუცდია ძალიან დიდი ზარალი იმის გულისთვის, რომ მომავალი არ იცის. რამდენ ადამიანს დაუკარგავს მთელი ქონება, იმიტომ რომ არასწორი ბიზნეს გათვლა გააკეთა. ავიდნენ ადამიანები თვითფრინავში, დაემშვიდობენ აქ მყოფებს, დაურეკეს იქ, მოუფრინავთ ამ და ამ რეისით, დაგხვდით, აფრინდა თვითფრინავი, მაგრამ ვეღარ დაფრინდა. ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში, ერთი წლის წინ საშინელი მიწისძვრა იყო, 2500 ადამიანი დაახლოებით გარდაიცვალა. და რატომ? იმიტომ რომ მომავალი არ იცოდნენ. რომ მომავალი იცოდნოდა, თუ არავინ არ დარჩებოდა იმ სახლში. თუ არავინ არ დარჩებოდა იქ და ყველა გადარჩებოდა. უბრალოდ ჩვენ მომავალი არ ვიცით. ვიცით ერთ პატარა მოწმობას გეტყვით 11 სექტემბერს 2000 რომელი წელი იყო 11? ტყუპები რო დაინგრა ამერიკაში. ტერორისტული აქტი რო მოხდა. იცით ერთი უცნაური ისტორია მოხდა. ამ შენობის მე-11 თუ მე-13 სართულზე მე აღარ ვიცი ზუსტად. იყო ქრისტიანული ორგანიზაცია, ეს ნამდვილი ამბავი, ეს მოგონილი არ გეგონოთ. ამ მე-13 სართული მთლიანად ეკავა ერთ-ერთ ქრისტიანულ რაღაც ბიზნეს ორგანიზაციას, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანები მუშაობდნენ. და ზუსტად 10 სექტემბრის ღამეს, 11 სექტემბერი რო უნდა გათენებულიყო, ამ ორგანიზაციის უფროსმა მენეჯერმა ლოცვის დროს იგრძნო. მოუნდა ძალიან. შეეხომა სულიწმინდა და იგებს თავის გულში. ხვალინდელი დღე გამოაცხადე დასვენების დღედო. დარეკა ოფისში და უთხრა, გადაურეკეთ მუშებს, გადაურეკეთ პერსონალს, რომ ხვალ ყველა თავისუფალია, არავინ არ მოვიდეს სამსახურში. და იცით, 11 სექტემბერს მე-13 სართული იყო ცარიელი. ამის გულისთვის საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა, რომ წინასწარ ხუ არ იცოდითო ტერორისტებთან ხუ არ იყავით შეკრულიო, მაგრამ ეს ღმერთია. ჩვენ არ ვიცით მომავალი, ღმერთმა იცის. ჩვენ ერთი რამე ვიცოდეთ, ღმერთში არ არის დრო, მისთვის აწმყოც, წარსულიც, მომავალიც ხელის გულზეა. ჩვენ ვარაუდობთ, ანასე იქნება ანასე. მან ზუსტად იცის. ამიტომ როცა ღმერთი ეუნება ადამიანს, რომ კეთილისა და ბოროტის გარჩევის ხისგან არ ჭამო, აბა რა უნდა ვქნა? მე შემეკითხე ღმერთი ამბობს. და მე გეტყვი. ამ ცხოვრების, ამ სტილს ქვია რწმენით ცხოვრება. აი ეს არის რწმენით ცხოვრება. როცა ხო გჯერათ, რომ ღმერთია ცოცხალი. ამენ. ამენ. თუ ღმერთი ცოცხალია, ესე იგი ის ლაპარაკობს. ამენ. თუ ღმერთი ცოცხალია, მას შეუძლია პასუხი გაქცეს. თუ ღმერთი ცოცხალია, მას შეუძლია გითხრას. თუ ღმერთი ცოცხალია, მას შეუძლია გაგრძნობინოს და ამის მჯერა. გასაგებია, ამიტომ ღმერთი ეუნება, რომ არ ჭამო კეთილისა და ბოროტის გარჩევის ხისგან. აბა რა გავაკეთო? მე შემეკითხე და მე გეტყვი. და თუ შეჭამო სიკვდილით მოკვდები, ეს იცი რას ნიშნავს? მე მომშორდები. კეთილისა და ბოროტის ხისგან ჭამა ეს ის კი არა, ეს არის ცხოვრების წესი, როცა ღმერთს მოვშორდებით, ჩვენ თვითონ ვიყებთ გადაწყვეტილების მიღებას ჩვენ ცხოვრებაში, და ღმერთი არის ტაძარში. და ხანდახან წავალთ ხოლმე დღესასწაულებზე, გიორგობას, ან სხვადასხვა დღესასწაულზე სანთელს დავანთებთ, რამდენიმე მონეტას შევწირავთ და ვეთქვით, ღმერთო, მადლობელი იყავი, ცხარი ხო დავკალე? და მადლობელი იყავი. მე თვითონ ვიცი რას გავაკეთებ. მაგრამ ღმერთმა შექმნა ადამი არა იმიტომ, რომ ცალკე თვითონ ტაძარში გამოკეტილიყო და ადამი კიდე თავისთვის ყოფილიყო. ღმერთს უნდა რომ ადამი მის წიაღში განვითარებულიყო. ღმერთს უნდა რომ მისი ხატება, მისი მსგავსება გამხდარიყო. მაგრამ
წმინდა წერილი ამბობს, რომ გველი ყველაზე ძლიერი ცხოველი იყო ცხოველებს შორის. მივიდაო ევასთან და უთხრა, მართლა აქ იკრძალა ღმერთმა ხის ყოველი ბაღის ყოველი ხისგან ჭამა. ევა ეუნება არაფერიც არ აუკრძალავს ღმერთმა მითხრა, რომ შუა გულ ბაღში რომ ხიარი არ ჭამო მისგან არც კი შეეხო, თორემ ისა სიკვდილით მოკვდებია. მიხვდა ბოროტი, მიხვდა ეშმაკი, რომ ევა უცოდინარი იყო, იმიტომ რომ ღმერთს არ უთქვი არ შეეხო, ღმერთმა უთხრა არ ჭამო. ეუნება მოგატყუა ღმერთმა, კი არ მოკვდები, თვალები აგეხილება. და კეთილისა და ბოროტის შემცნობელი გახდები ღმერთივიდო. ეს იცი რას მე არ მჯერა, რომ დიალოგი ღმერთსა და ღმერთს მეთქი ეშმაკსა და ევას შორის რამდენიმე წინადადებით შემოიფარგლებოდა. შეიძლება ეს კვირეები გრძელდებოდა. ეშმაკი უმტკიცებდა რაღაცებს, ის ეუნება, თუ თავისუფალი ხარ, რატო არ შეიძლება? აიღე და ჭამე, აიღე და შენ ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობი გახდები. თუმცა ერთი რამე იცოდეთ. კეთილისა და ბოროტის შემეცნება მხოლოდ ღმერთს შეუძლია და არა ადამიანს. გაიწოდა ხელი ევამ, დაინახა რომ ლამაზი იყო, მიხვდა რომ ალბათ ძალიან გემრიელი იყო, კარგად გამოიყურებოდა, თან იძლეოდა ძალიან დიდ ცოდნას ღმერთისნაირი გახდებიო. სულ დაავიწყდა რომ უკვე იყო ღმერთისნაირი. გაიწოდა ხელი, მოწყვიტა ჭამა, თავის ქმარსაც აჭამა. დაბადების მესამე თავის 22 მუხლში ღმერთი ამბობს, აი გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი კეთილისა და ბოროტის გარჩევაში. გასაგებია? ანუ ადამი გახდა მინი ღმერთი. თუმცა მას არაფერი არ ქონდა ამისთვის, მაგრამ მან გადაწყვიტა, მე თვითონ გადავწყვიტავ, რა არის კეთილი, რა არის ბოროტი. მეგობრებო, ეს ხშირად გვითქვამს ეკლესიაში. წარმოგიდგენიათ, გჭირდება წამალი, ძალიან გჭირდება წამალი. სასიცოცხლო მნიშვნელობის არის შენთვის ის წამალი. და ვერსად ვერ შოულობ. მოვიდა ერთი ადამიანი და გეუბნება. მოგცე მე მაგ წამალს. ერთი პირობით. წამოდი ჩემთან ერთად. შეგიყვან წამლების საწყობში, სადაც მილიარდობით წამალია, სხვა წამალი. არცეც არ აქვს ეტიკეტი და შენ უნდა ამოიცნო შენი წამალი. ოღონ არცეც წამალს არ აქვს ეტიკეტი, ყველა არის ერთნაირ ფლაკონში. აიღე და წაიღე. შენ მილიარდში ერთი შანსი გაქვს რომ გამოიცნო. გამოიცნობ? რა თქმა უნდა ვერა. ზუსტად ეს არის, როცა კეთილისა და ბოროტის შემეცნებაზე ვლაპარაკობთ. ზუსტად ეს პრობლემა დგას მაშინ ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ არ შეგვიძლია კეთილის და ბოროტის გარჩევა. ეს არ არის ჩვენი ფუნქცია. ამიტომ ეუბნება ღმერთი კეთილისა და ბოროტის გარჩევის ხისგან არ ჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდები, ანუ მომწყდები. ჩემთან კავშირს გაწყვიტავ, აღარ გექნება კავშირი ჩემთან. და პირველი ცოდვა, რაც დაიბადა სამყაროში, მეგობრებო, ეს იყო ეჭვი ღმერთში. ეჭვი შემოქმედში. ღმერთმა რაღაც დაგვიმალა. ღმერთმა რაღაც დამალა ჩვენგან. ეხლა ნახეთ. დილემა, ღმერთის საყვარელი ქმნილება აღმოჩნდა ცოდვის ტყვეობაში, დატყვევებული ეშმაკისგან. დღეს ძალიან ბევრი ვლაპარაკობ ჩვენ, ძალიან ბევრი გუშინ რუსთავში ვიყავით და ერთ პატარა ბავშვზე ვხუმრობდით. ეს ბავშვი თუმე რაღაც დაუშავა თავის ძმას, რაღაცა ეჭხუბა და რაღაც ხელი გაუჭრა თუ რაღაცა. აიღო ბიბლია დადგა და ცოდვილი ვარ, ცოდვილი ვარ. დღეს ადამიანებს ცოდვილს ეძახიან საქციელების გამო. გუშინ ერთი ახალგაზრდა კაცი გამოვიყოლე მანქანი და ის მეუბნება, მე ცოდვილი კაცი ვარ, მე ცოდვილი ვარ. ცოდვილი ის კი არ არის, ვინც ცოდვას ჩადის. ცოდვილი ის არის, ვინც ცოდვით დაიბადა და ცხოვრობს ამ დედამიწას. და ეს არის ყველა, ვინც კი დაიბადა. იმიტომ რომ რომაელთა წერილში მე-5 თავში მე-12 მუხლში წმინდა წერილი ამბობს, რომ ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში და ცოდვის მიერ სიკვდილი და სიკვდილი გადავიდა ყველაში. ვინაიდან ყველამ შეცოდა ამაშიო, ვისში? ადამიანში. ვინ არის აქ ისეთი, ვინც ადამიანი არ არის? ვინ არის აქ ისეთი, ვინც არ დაბადებულა? ხართ ასეთი ადამიანი? საერთოდ იცი გაგიგიათ ასეთზე, რომელიც არ დაბადებულა? ამ სამყაროში არ არსებობს ისეთი პიროვნება, რომელიც არ დაბადებულა. ყველა ამ გზით შემოვედით ამ სამყაროში, ყველა დავიბადეთ და თუ დავიბადეთ, ჩვენ დავიბადეთ ჩვენი წინაპრის ბუნებით.
ანუ ცოდვილი ბუნებით. ერთმა შესწოდა და ცოდვის მიერ დაიბადა სიკვდილი და სიკვდილი გადავიდა ყველაში. ანუ ამით რისი თქმა მინდა მეგობრებო? მე ქრისტიანობის არსზე ვლაპარაკობ, ეხლა სანამდე ვიტყოდე რატო იშვა ქრისტე. მე არაფერი ცუდი არ გამიკეთებია. იცი რომ დავიბადე პირველი შვილი ვიყავი და პირველი შვილი ოჯახში. დამაყენებდნენ ხოლმე თუ უი მე ანგელოზი. მასწავლიდნენ ბინძურ ლექსებს ბავშვობაში. უხაროდათ რა კარგად იგინება, რო გავიზარდე და მე ვიგინებოდი ის აღარ მოწონდათ. იცი ყველას ეგონა ანგელოზია და ჩემი უღმერთოების გამო 22 წლამდე მე ღმერთი არ მწამდა. ეს ბევრმა იცით და დამემოწმებია ხშირად. ჩემი უღმერთოების გამო ძალიან დიდი შეცდომები დაუშვი. ციხისკარამდე მივედი. იცი როცა ეს მოხდა, მთელი ჩემი სანათესაო შოკში იყვნენ. ამ ანგელოზში საიდან აღმოჩნდა დემონი? სად იყო ეს დემონი? საიდან გაჩნდა ეს დემონი? ეგო ალბათ ვიღაცამ ჩაითრიაო, ვიღაცამ მოატყო ალბათ. არა მეგობრებო. იცით აქ ბავშვები დარბიან. ანგელოზები არიან, იმიტომ რომ ჯერჯერობით ის ცოდვა რაც თითოეულ ადამიანშია ჯერ არ გამოვლენილა. როგორც კი სხეული მიაღწევს რაღაცა კონდიციას, ის დაიწყებს თავის გამოვლენას, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ვინც კი დედამიწაზე დაიბადა, ამით არის დაბადებული. გასაგებია? რა არის ცოდვა? თუ გინახავთ ფანტასტიკური ფილმები, როცა უცხო პლანეტელები როსახლდებიან ადამიანებში. ცოდვა ასეა. ცოდვა ბუნებაა. ცოდვა არ არის პიროვნება, ცოდვას ვიღაცა ჭირდება, რომ თავისთავი გამოავლინოს მასში. და იყო დრო, ჩემში ავლენდა ამას. იყო დრო ის ჩემს გონებას, ჩემს ფიქრებს, ჩემს ხელებს, ჩემს გულს იყენებდა ამისთვის, რომ თავისი თავი გამოევლინა ჩემში. გასაგებია? და ვიყავით ცოდვის ტყვე. ვიყავით ცოდვის მონა. იმიტომ რომ ის მოქმედებდა ჩემში. ადამიანის ბუნება მოქმედებდა ჩემში. არაფერი არ გამიკეთებია ცუდი ჯერ კიდევ, მაგრამ დავიბადე ამით, რაღაც დავიბადე მამა ჩემისგან, მე მკვიდრეობით მივიღე ადამიანის ცოდვა ჩემში. და როგორც წმინდა მოციქული პავლე ამბობს, უბადრუკი ადამიანი ვარ, ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის მონობისგან. გამოსავალი არ არის. იმიტომ რომ რაც არ უნდა აკეთო დედამიწაზე, ცოდვისთვის ფასს ვერ გადაიხდი. ვერანაირად. გამორიცხული არის. იმიტომ რომ ჩვენმა წინაპარმა გადაწყვიტა ასე ცხოვრება. მან თქვა, მე თვითონ გავარჩევ რა არის კეთილი და ბოროტი. ის გახდა ღმერთი თავისთვის. სინამდვილეში ის ვინც მის უკან იდგა, ეს იყო ბოროტი. გაგიგონიათ გამოთქმა ეშმაკი წყლისფერიაო. რატო ეშმაკი წყლისფერი? იმიტომ რომ ის არასდროს არ ლაპარაკობს თავისთან გამომდინარე. ის ყოველთვის ლაპარაკობს პირველ პირში. გონია რომ შენ ფიქრობ ასე. სინამდვილეში ეს მისი აზრებია. გასაგებია? გამოსავალი არ იყო. იცი რამდენჯერ მიფიქრია. დღეს არის უამრავი ასეთი ადამიანი. იცი, აი გამოვსწორდები, ვეცდები, აღარ გავაკეთებ, აღარ დავაშავებ, ესე იქნება, ისე იქნება. რამდენადაც მეც ვცდილობდი, უფრო ღრმად ისა მივდიოდი ჩემს ცოდვებში. დედა ჩემი ცოცხალი აღარ არის, უკვე 5 წელია გარდაცვლილია. როცა მახსენდება ხოლმე მეტირებას უყოლთვის. ღამე რო დავიძინებდი, ჩუმად ესე მოვიდოდა ხოლმე ხელებს გადამეტრიალებდა და მიყურებდა, გაკეთებული მქონდა თუ არა. ვერც მიბედავდნენ რო ეთქვათ. და მე ვპირდებოდი, ვეფიცებოდი ხოლმე, დედა არა, დედა რას ლაპარაკობ, არასოდეს, ამას არ გავაკეთებ, ორი იმდენს ვაკეთებდი. იცი იყო დრო ჩემს ახალგაზრდობაში, როცა დალევის მეშინოდა, იმიტომ რომ იმ დონეზე იყო გაფუჭებული ჩემი ცხოვრება, შესაძლებელი იყო თავი მომეკლა. და რამდენადაც მეც ვცდილობდი, უფრო ღრმად მივდიოდი მორევში. რა ცუდია, როცა შენ ზურგს უკან გესმის ვიღაცეების ჩურჩული, როცა ადამიანები აღარ გენდობიან, როცა შენ სიტყვას ფასი აღარ აქვს. ეს კატასტროფა არის. ისი ძალიან ბევრ ადამიანს ისა უთქვავს, ისი ასე უნდა გააკეთო, მამაო ჩვენო უნდა ილოცო, ეს უნდა გააკეთო, ვაკეთებდი ამასაც. არაფერი
არაფერი არ მშველოდა. იცი პირველად ეკლესიაში წავედი არა იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებდა ღმერთი, იმიტომ წავედი რომ ჩემი მეგობრებისთვის რომლებიც მეგონა რომ ჭკუიდან შეიშალნენ, მათთვის თვალები ამეხილა. ჩემს წარმოდგენაში მორწმუნე ადამიანი იყო მეორე ხარისხოვანი, რომლებმაც იცი, ცხოვრებაში რო არ გაუმართლა და სხვა გამოსავალი ვერ ნახა და წავიდა ისა შეაფარა თავი ეკლესიას. მე ჩემი თავი განათლებული მეგონა. პროგრესულად მოაზროვნე მეგონა ჩემი თავი. და პირველად რო წავედი ეკლესიაში, იმიტომ კი არ წავედი რომ ძალიან მაინტერესებდა, იმიტომ რომ ჩემი ძმისთვის და ჩემი მეგობრებისთვის თვალი ამეხილა. და მოვხვდი ეკლესიაში, 92 წელი იყო. 1992 წლის ზამთარი. თბილისი არის ჩაბნელებული, ჩამქრალი, გაყინული. არ ჩუქი, არც გათბობა, არაფერი. და მოვხვდი ერთ-ერთ დარბაზში. იყვნენ მორწმუნეები შეკრებილი, სულ ყველა ახალგაზრდები იყვნენ ყველა. პირველი შოკი ეს იყო ჩემთვის. შემდეგ ერთი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა გალსტუკით. რო დავინახე, პირველი ფიქრი ჩემს გონებაში იყო, მეთქი აი მაფიოზი. ამ ხალხს ატყუებს ახლა ამ საცოდავ ხალხს. ესენიც კიდე ზიან აქვს ხრებივით. და მე ფულს წინცლავს ამათ. მეთქი ამას უჩვენებ ახლა სეირს. მე ხომ აქ პროვოკაციული შეკითხვები. მე ვიყავი ძალიან ამპარტავანი ადამიანი. და მქონდა პროვოკაციული შეკითხვები. და ბევრი ადამიანი გამიშავებია ხოლმე ამით, ბევრი ადამიანისთვის დამიცინია. მეგონა რომ ბევრი რამე ვიცოდი. მეთქი ახლა ამას შევეკითხები ამას, რომ ვერ გამცემს პასუხს. ეს ჩემი უბედური ახლობლებიც დაინახავენ, რომ ატყუებენ. საოცარი იცი რა იყო? სანამდე შეკითხვას დავსვავდი, მანამდე მიპასუხეს უკვე. ყველა ჩემს შეკითხვაზე მიპასუხა. მერე დაიწყო ლაპარაკი. ლაპარაკობდა სუჩენზე. ერთი ჩემი სახელი არ უთქვამს. დანარჩენი თავიდან ბოლომდე ჩემზე ლაპარაკობდა. მე ვფიქრობ, მეთქი ალბათ ჩემმა ძმა მოუყვა ჩემს შესახებ. მეთქი ჩემი ძმა მოუყვა ალბათ ჩემს შესახებ. აბა საიდან იცის მაგან ჩემი ცხოვრება? მერე ერთი პატარა ბიჭი გამოვიდა, ახალგაზრდა პატარა გამხდარი ბიჭი იყო და თქვა, მე მინდაო ეხლა გელაპარაკოთ ქრისტეს სიკვდილზეო. რატომ მოკვდა ქრისტე ჯვარზე? მეგობრებო, ეს უნდა გითხრათ. მთელი მარადისობა არ დამავიწყდება ეს წუთი. მთელი მარადისობა მემახსოვრება. იცით რატომ? მანამდე ბევრს უთქვას, რომ ქრისტე მოკვდა, მაგრამ მე იცი რა მithქვამს? ვინ დაავალა რო? როდის უთხოვე ჩემთვის მომკვდარიყო? მე ამას ვეუბნეოდი. მე ვერ ვიგებდი რატომ მოკვდა. რა შუაში იყო მისი სიკვდილი? პირველად რო ფილმი იესო ვნახე, გაუბრაზდი ებრაელებზე. მეთქი მე რო იქ ყოფილიყავი დავეხმარებოდი, რა საკეთებენ, როგორ დაჩაგრეს ეს ალალმართალი კაცი. და ეს პატარა ბიჭი გამოვიდა და ესეთ რაღაცას მოყვა. ერთ ქალაქში ერთი მოხუცებული ქალი, შუა წელს გადაცილებული, ცხოვრობდა, შვილი არ ყავდა. და მოხდა სასწაული უკვე თავის მოხუცებულობის ასაკში დარჩა ფეხმძიმედ. შეეძინა ბიჭი, გარდაეცვალა ქმარი. მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა თავის შვილს. ლუკმას იძრობდა პირიდან, რომ როგორმე თავისი შვილი გაეზარდა, გაზარდა, დაავაშკაცა. და როცა ეს კაცი უკვე ვაშკაცია, როცა უკვე ყველაფერი შეუძლია და დედამისი ძალიან მოხუცებული, წავიდა სახლიდან, მიატოვა ეს მოხუცებული ქალი და გახდა ბოროტმოქმედი. დაესხა რომელიღაც ოჯახს, ამოწყვიტა, მეორე ოჯახი გაძარცვა, იქ კიდევ ვიღაცები დახოცა, ვიღაცა გააუპატიურა და ის გახდა საზარელი ადამიანი, მთელი ქალაქი და მთელი ის მხარე მასზე ლაპარაკობდა. ერთხელ ეს კაცი დაიჭირეს, საბოლოოდ დაიჭირეს. და ამ ქალაქში იყო ესეთი წესი, როცა ასეთ ადამიანს დაიჭერდნენ, მიიყვანდნენ ქალაქის ცენტრში, გამოვიდოდა მთელი ქალაქი და იწყებდა ამ კაცის გასამართლება სახალხო სასამართლოზე. ვიღაცა ამბობდა მის მხარდასაჭერად, ვიღაცა ამბობდა მის წინააღმდეგ. და მერე წყვეტდნენ, რომელიც გადაწონიდა, იმას მიიღებდა შედეგად. მსჯავრდებული. როცა ეს კაცი მიიყვანეს სასამართლოზე, ერთი ადამიანიც კი არ გამოსულა, ვინც მისკენ იტყოდა. ერთი ადამიანიც მთელი ქალაქიდან ყველა მის წინააღმდეგ ლაპარაკობდა. ყველა ამბობდა სიკვდილის ღირსია, მაგან მოკლა, მაგან გაძარცვა, მაგან გააუპატიურა, ეგ ასეთია, ეგ ისეთია. მიუსაჯეს სიკვდილი. იმსახურებდა სიკვდილს. თელმა ქალაქმა თქვა, სიკვდილის ღირსია.
ამ ქალაქში იყო თურმე ასეთი წესი, ორი მთა იყო. ერთ მთაზე იყო სასაკლაო, მეორე მთაზე იყო სამრეკლო. როცა სიკვდილის ჯილს აიყვანდნენ სასაკლაოზე, სამრეკლოზე ზარი უნდა დარეკირიყო 12-ჯერ. ეს ნიშნავდა, რომ ღვთის წინაშე მართლმსაჯულება აღსრულდა და სიკვდილის ჯილს მოჭრიდნენ თავს. ეს ბიჭი უკვე წაიყვანეს ამ მთაზე, უკვე აიყვანეს, იქ უნდა თავი მოკვეთონ. და ამ დროს ვიღაცა მივიდა ამ საწყალმოხუცებულ ქალთან და უთხრა, დღეს რო ზარი 12-ჯერ დაირეკება, შენ შვილს მოკვეთავენ თავს. იმიტომ რომ ქალაქმა სიკვდილი მიუსაჯაო. ეს საწყალი ქალი თურმე ჯოხებით დადეს და მიდის სახლიდან რომ როგორმე შვილს დაეხმაროს. რა უნდა ქნას, ქალაქს ხო ვერ დაუპირისპირდება. აიყვანეს ეს ახალგაზრდა კაცი, დაადებინეს ამ გილიოტინაზე თავი, ჯალათიც დგას და ელოდება ზარი უნდა დაირეკოს. არა ზარი არ ირეკება. გავიდა 1 საათი ზარი არ დაირეკა. გავიდა 2 საათი ზარი არ დაირეკა. ფიქრობენ რატო არ დაირეკა ზარი? გაგზავნეს თურმე შიკრიკები რომ გაეგოთ ზარი რატო არ დაირეკა, ეს ძველი დროა, მეგობრებო, მაშინ მობილურები არ იყო. რომ გაეგოთ ზარი რატო არ დაირეკა. და რო წავიდნენ ესენი, იქიდან იმ ზარის დამრეკი ნათეს ეძახიან. ზარის დამრეკი გზაში შემოხვდათ. ანიშნეს ხელები თურმე ის ყრუმუნჯი ყოფილა. ანიშნებენ ამ კაც ხელებით რომ ზარი რატო არ დარეკეო. ეს კაცი ამბობს თურმე დავრეკე ზარიო. ხელები ჯესტების ენით ისე უნეო რომ დავრეკე ზარი. ესენი უნევიან როგორ დარეკე არ გაგვიგონია, ეს კაცი უნეო დავრეკე ზარი. წავიდნენ, აირბინეს სამრეკლოზე და რას ხედავენ. ამ ქალმა სხვა რო ვერაფერი ვერ მოიფიქრა. ავიდა თურმე როგორღაც ამ სამრეკლოზე, აყვა კიბეებს, ავიდა და ხელები ჩაუდია ზარში. ეს იყო უზარმაზარი ზარი. ხელები სულ დაჩეჩქვილი ქონდაო. უკვე ვენები გადახსნილი ქონდა და სისხლისგან იცლებოდა. უკვე კვდებოდა. ეუნებინ ეს რა ჩაიდინე, რატო ქენი ეს? ისე უნევა. ჩემი შვილი ხო არის სიკვდილის ღირსიო. ეს ქალი ეუნევა. კი, ეუნებინ, შენმა შვილმა დაიმსახურა. მე ხო არ დამიმსახურებია. ეუნებიან, არა. მე მოვკვდები ჩემი შვილის დაცვლა. და მან იცოცხლოს ჩემს დაცვლად. მეგობრებო, თვალია მეხილა ამ დროს. რაღაცა ჩამომძვრა სახიდან. მივხვდი, რომ ქრისტეს არაფერი დაუშავებია. მივხვდი, რომ ის წმინდა და სამართლიანი იყო და ის მოკვდა ჩემს დაცვლად. როცა გამოვდიოდი, იცი პირველი ჩემი ლოცვა რა იყო? ჩემი ლოცვა არ ყოფილა თუ მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, არც კი ვიცოდი ესეცივრად. ცხოვრებაში არ მილოცია ტაძარშიდაც კი არ ყოფილი ვარ ექსკურსიის გარდა. პირველი ჩემი ლოცვა იყო. ღმერთო მგონი ჭკუიდან შევიშალე. ზუსტად ეს სიტყვები ვთქვი. ღმერთო არ მჯერა არსებობ თუ არა. მაგრამ თუ არსებობ. თუ ეს სიტყვები მართალია. მე არ მინდა მოვკვდე. სოდვის მონა ვიყავი. და უთხარ ღმერთო მიშველე. ახალი ნაყიდი თამბაქო, სიგარეტი, მედო ისა ჯიბეში. ჩემმა მეგობრებმა კინაღამ მომკლეს. თავმოყვარე ახალგაზრდა კაცი ვიყავი და ბოდიში ამ უხეშ გამოთქმაზე დავიგინე, აღარ მოვწევ მეთქი. და შევიწერე. კინაღამ მომკლეს. კინაღამ მომკლეს ამის გამო. იმიტომ რომ მონა ვიყავი სიგარეტის. არ შემეძლო და ბევრი სხვა რამის მარტო ამის არა. და ეს სიგარეტი დაუჭმუჭნე ჯიბეში. მეთქი ღმერთო, თუ ეს მართლა მართალია რაც აქ მოვისმინე. დღეიდან აღარ ვეწევი, დამეხმარე მეთქი. გამოვედი და კარებში მაჩუქეს ახალი აღთქმის წიგნი. ეს ჯვრიანი ახალი აღთქმები რო იყო, ბევრი არის ახლაც. ახალი აღთქმა წაკითხული მქონდა მანამდე. ოღონ ვერაფერი ვერ გავიგე. ამან შვა ის, იმან შვა ეს, ამან შვა მეთქი რა უაზრობა. ვერაფერი თავი და ბოლო ვერ გავუგე. იმ ღამეს ახალი აღთქმა 1-3 წავიკითხე. ყველა სიტყვა მაუსებდა, რაღაცა ხდებოდა ჩემში, რაღაცა გამოვდიოდი, ეს მოწმენდილიც აიყო, ყინვიანი ღამე. ვლოცულობ, რაღაცას ვლაპარაკობ და უზარმაზარ თავისუფლებას და შვებას გრძნობ. გათენდა დილა, როდის დამეძინა არ ვიცი, გათენდა დილა. ისევ დავჯექი და კითხვა დავიწყე. და დღის მეორე ნახევარში ჩემი მეგობარი შემოვიდა ანთებული სიგარეტით. და ეს იყო შოკი ჩემთვის. მთელი ღამე და მთელი დღე თითქმის სიგარეტი არც კი გამხსენებია. ეს იყო ბოლო დღე ჩემი კავშირის სიგარეტთან. ეს იყო ის დღე, როცა მე ვიშვი ზეციდან.
როცა ქრისტე მოკვდა ჩემს ნაცვლად და მან მითხრა შენ ახლა იცოცხლე ჩემს ნაცვლად. მე თუ ცოცხალი ვარ დღეს, წმინდა მოციქული პავლე ამბობს გალატელთა მეორე თავის მე-20 მუხლი, მე აღარ ვცოცხლობ, ქრისტე ცოცხლობს ჩემში. და ახლა რო ცოცხალი ვარ, ცოლ-ცოლობ ღვთის ძეში რწმენით, რომელმაც შემიყვარა და თავი გასწირა ჩემთვის. მეგობრებო, ეს ჭიქარიანია. წყლიანი, ხო? ღვინო რო იყო ეს არიანი იქნება. ღვინიანი. მე პიჯაკი მაცვია და პიჯაკიანი ვარ. ქრისტიანი, ეს სიტყვა რას გეუბნებათ? ქრისტე მოკვდა ჩემს ნაცვლად და მე უნდა ვცოცხლობდე მის ნაცვლად. მისი სიცოცხლე უნდა იყოს ჩემში. ეს არის ქრისტიანობის არსი, თავი და ბოლო. წმინდა წერილი ამბობს, რომ უცილებლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო. ქრისტე ღმერთი გამოჩნდა ხორცში. რატო? რათა ის გახდა ჩემი მსგავსი. მან აიღო საკუთარ თავზე ჩემი ცოდვა, რომელთა მიმართ მიწერილი წერილი მერვე თავი, მესამე მუხლი ამბობს, რა კი ვერ შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა სჯულმა, რა ვერ შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა სჯულმა, ჩემი გაკეთილშობილება, განა რჯული მანამდე არ ვიცოდი. რჯული ვიცოდი, რჯული მეუნეოდა არაკაცკლა, არი ქურდო, არი მრუშო, განა ეს მანამდე არ ვიცოდი. ვიცოდი, მაგრამ ვერ ვასრულებდი, იცი რატო ვერ ვასრულებდი? არ შემეძლო, იმიტომ რომ რჯული წმინდა, მე ცოდვილი, ცოდვას მიყიდული. უბადრუკი კაცი ვარ, როგორც პავლე მოციქული ამბობს და ვერ შეძლო ცოდვის მიერ დაუძლურებულმა რჯულმა, რა ვერ შეძლო? ჩემი გაკეთილშობილება. და რა კი ვერ შეძლო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი სხეულის მსგავსებაში და მსჯავრი დადო ცოდვას ხორცში. ვის ხორცში? ქრისტეს ხორცში. ვის ცოდვას? ჩემს ცოდვას, შენს ცოდვას. ერთხელ მახსოვს გორში ბესაძია, ჩვენი საყვარელი მოხუცი ზეცაშია ახლა. გორში მაშინ უკვე ქრისტიანი ვიყავი. შემხვდა და ეს 20 ეროვნების იყო. შმაგი ძმაო მეუნება. რა აკავებდა ქრისტეს ჯვარზე? მე ვუთხარ ლურსმები. ამას რა ხბერს ლურსმები როგორ დააკავებდა ბიჯო? მე რა შენი სიყვარული აკავებდა. შენი სიყვარული. ღმერთი გახდა ჩემი და შენი მსგავსი. აიღო თავის თავზე ჩვენი ცოდვა, რათა ჩვენ გავეხადეთ ღმერთის მსგავსი. რაცა ჩვენ გარდავესახეთ მის მსგავსებაში. დღეს არ არის ის დღე, როცა ერთმანეთს მისალოცები უნდა გაუგზავნოთ. ან ადამიანები ამბობენ, როგორც ბეთლემში შვიდად და უბრალოდ, ჩვენშიდაც დაიბადე და იშვი უფალო. როგორ ჩვენში როგორ უნდა იშვას? როგორ? იცი როგორ უნდა იშვას? ის ვინც არ იცოდა ცოდვა, ჩვენთვის გახდა ცოდვად, რათა ჩვენ მასში გამختارიყავით ღვთის სამართლიანობა. დიდება უფალს. მაგრამ იცოდეთ, ის არ არის ბავშვი, ის არ არის ჩვილი, ის არ სურათი არის კედელზე დაკიდებული და ის არ ჯვარცმა არის, ის არის სამყაროს შემოქმედი, მეფეთა მეფე, უფალთა უფალი, რომელმაც გადაწყვიტა თავისი დიდი სიყვარულით შენ და მე ჩვენ შევეყვარებინეთ და ჩვენი ცხოვრება შეეცვალა. აქ ჩემნაირი ბევრია ძალიან. მილიარდები არიან ჩემნაირი. აქ არის დათო ბაიდაშვილი, რომელსაც ჩემზე მეტი შეუძლია დაამოწმოს და თქვას. ერთხელ მახსოვს, ერთი კაცი მოწმობდა. ერთ-ერთ ისეთ სახლში მუშაობდიო, სადაც ადამიანები, უიმედო ადამიანები მოყავდათ. ისეთი დაავადებულები, რომლებზედაც ექიმები უარს ამბობდნენ. და მიყავდათ იქ, რათა მშვიდად მომკვდარიყვნენ. მოიყვანესო ერთი ქალი, ღია ტუბერკულოზით დაავადებული, რომლებიც უკვე ფილტვებს აღებინებდა პირიდანო. იმდენად დაავადებული იყო. ექიმებმა თქვეს ამას რამდენიმე საათი, მაქსიმუმით რამდენიმე დღის სიცოცხლე აქვს და მეტი არაფერი. და მოვიდნენ ჩემთან, ეს კაცი მორწმუნე იყო, ეს კაცი იყო კენეთ ჰეიგინი. ერთ-ერთი ჩვენი ძმა, რომელიც ასევე ზეცაში არის. და ყველას ეგონა რომ მივიდოდი, ხელს დავადებდი, ზეთს ვცხებდი ან და რაღაცა. და როცა მივედიო, ღმერთმა მითხრა, არაო, უთხარი მაგ ქალსო, წაიკითხოს გალატელების მესამე თავის მე-13 მუხლიო.
მივეციო ბიბლია და უთხარიო. გალატელების მესამე თავის 13 მუხლი იკითხეო. ამ ქალმა ამომხედაო და რას მეუნევია? მიშველის მერეო? მე უთხარიო გიშველისო. იკითხე და დაუკვირდი რას კითხულობო. გავიდა ერთი დღე, ეს ქალი თურმე ფეხსეც ვეღარ დგება. გავიდა მეორე დღე, ეს ქალი კიდე უფრო უარესად არის. და ერთ საღამოს მედდა, ვინც აქ მუშაობდა და ღამის მორიგეობაში იყო, ეს მედდა ამბობს. ავედიო და მოვინახულე ეს ქალი ძალიან უძლურად იყო კვდებოდაო. და როცა მოვინახულეო ვკითხე, რაც მოძღვარმა გითხრა, კითხულობო? მითხრა ვკითხულობ. ძალიან უიმედოდ. მითხრა ისა ვკითხულობ. ჩამოვედიო დაბლა, ის მეორე სართულზე იწვაო. ჩამოვედი დაბლა და სამზარეულოში ჭურჭელს ვრეცხავდიო. და უეცრად მესმისო, გავერთეო ამ საქმეში და უეცრად მესმის ფეხის ხმაო, ვიღაც მორბის კორიდორშიო. მე მეგონა ქურდები შემოიჭრენო. გავედი და ეს ქალი მორბისო, ბიბლია უჭირავს ხელში და ყვირისო, გაბწყინებული სახეთ, ქრისტემ გამომისყიდა რჯულის წყევლისაგან და გახდა წყეული ჩემს ნაცვლად. მეგობრებო, ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და გახდა წყეული ჩემს ნაცვლად. ის ჯვარზე იყო ჩემს ნაცვლად. ის ჯვარზე იყო შენს ნაცვლად. სწორედ ეს დღეა დღეს. ის დაიბადა, რათა ჯვარზე მომკვდარიყო. ის დაიბადა, რათა ჩემს ნაცვლად მომკვდარიყო. ის დაიმარხა ჩემს ნაცვლად. ის აღდგა და წმინდა წერილი ამბობს, ჩვენ აღგვადგინა. და ზეცაში ზის ახლა მამის მარჯვნივ და იქ ჩვენ გველოდება. ეს არის ჩემი რწმენა. ეს არის ჩვენი რწმენა. სხვა არაფერი არ არის ჩვენი რწმენა. ჩვენ სხვა არაფერი გვჯერა. ჩვენ გვჯერა, რომ ქრისტე მოვიდა ჩემთვის. ქრისტე მოკვდა ჩემთვის. ქრისტე დაიმარხა ჩემს ნაცვლად. ქრისტე აღდგა და მე აღმადგინა მასთან ერთად. იცი ჩვენ როცა საფლავებზე გადიან და ამბობენ ქრისტე აღდგა, ჩვენ აღგვადგინა მან. დიდება უფალს. ის კი არ აღდგა, ჩვენ აღგვადგინა. თვითონ რო აღდგა ეს ჩვენ მასში გაგვაიგივა ჩვენ. ყველაზე დიდი ტერმინი ქრისტიანობაში ეს არის გაიგივება. თუ გავაიგივებ ჩვენს თავს მის სიკვდილში, ჩვენ ვიქნებით გაიგივებული მის სიცოცხლეში. დიდება ჩვენს უფალს. ასე რომ ჩემო მეგობრებო, მე მინდა ეს დღე მოგილოცოთ. მე მინდა ამ დღეს დაგლოცოთ. მთელი გულით მინდა დაგლოცოთ. მე მინდა გისურვოთ, რომ მკვდრეთით აღმდგარი შეხებოდეს თქვენს ცხოვრებას. რომ ქრისტე როგორც მეფეთ მეფე და უფალთ უფალი, რომელიც მოვიდა და ბაგაში დაიბადა. რატო? ერთ-ერთი აც გარდაცვლილი ძალიან ცნობილი ღვთისმსახური დოქტორი ბილი გრემი ამბობს, ღმერთმაო მირიადობით ანგელოზების თანდასწრებაში მიიღო გადაწყვეტილება. როცა მან გადაწყვეტილება მიიღო, ანგელოზემაო თავი დახარეს მის წინაშე. გაიხადა თავისი ბრწყინვალე სამოსელი. დაჯდა ეტლში, გადაიარა მთელი ცის კაბადონი, გაჩერდა იუდეის ბეთლემის თავზე და დაიბადა როგორც ბავშვი, როგორც ადამიანი. ჩვენი მსგავსი გახდა. შენი მსგავსი გახდა. თუმცა ის ასეთი არ ყოფილა, წმინდა წერილი ამბობს ის როგორიც იყო. წეგან წაგიკითხეთ. მაგრამ ის გახდა ასეთი, იმიტომ რომ ჩვენ გარდავესახეთ თავისი ძის ხატების მსგავსებაში. აი ეს დღე არის დღეს. დღეს არ არის ღორის დაკვლის დღე, ან და სხვა რამის დღე. იცი, კიდე ერთხელ ვამბობ, ღორიც და საჭმელიც და მწვადის და სხვა რამე ღმერთმა ჩვენთვის შექმნა, რათა ჩვენ ვისიამოვნოთ. მაგრამ ეს შობის დღეა. ლუკას სახარების მეორე თავში დაწერილია, წყემსები ღამე წყემს ამდენ ცხვრებს. უეცრად გამოუბრწყინდა დიდი სინათლე და იხილეს ანგელოზების ჯარი, რომლებიც ამბობდნენ, დიდება მაღალთა შინა და კაცთა შორის სათნოება. და შეეშინდა ძალიან. და ანგელოზმა უთხრა, ნუ გეშინიათ, ვინაიდან გახარებ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნებაო. ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. ერთი მუხლი მინდა წაგეკითხოთ, ეს არის ლუკას სახარების პირველი თავი. ლუკას სახარების პირველი თავი 32-33 მუხლები. ნახეთ ჩემო მეგობრებო.
ეს არის ხარების დრო, როცა ანგელოზმა მარიამს, ქალწულ მარიამს ახარა, რომ დაორსულდებოდა. 31 მუხლიდან წაგიკითხავთ. აი დაორსულდები და გაგიჩნდება ძე და მას სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მასუფალი ღმერთი მისი მამის დავითის ტახტს და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული. დიდება უფალს. ესაია 700 წლით ადრე წინასწარმეტყველებდა. ახლა ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და დაარქმევენ მას სახელად იმანუელ, რაც თარგმანში ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი. დიდება უფალს. ეს ნიშნავს, რომ ღმერთი მოვიდოდა კაცის სახით დედამიწაზე. ჩემს ნაცვლად მოკვდებოდა ის ჯვარზე, შენს ნაცვლად მოკვდებოდა ჯვარზე. მეგობრებო, დღეს უამრავი ადამიანი ლაპარაკობს. მე არაფერი მაქვს მოსანანიებელი. მეგობრებო, ის რომ ჩვენ ამ დედამიწაზე ვცხოვრობთ, ის რომ დავიბადეთ, ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ცოდვით დავიბადე. ეს ნიშნავს, რომ მე ღმერთისგან განშორებული ვარ. მის მადლს მოშორებული ვარ. გასაგებია? ხოლო იესო ქრისტეში გვაქვს შესაძლებლობა კვლავ დაუბრუნდეთ ღმერთის მადლს. კვლავ დაუბრუნდეთ მის წიაღს, მის სიცოცხლეს. დიდება უფალს. შეგვიძლია წამოვდგეთ.